დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს დადგა 24 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ უნდა ვთქვათ, რასაკვირველია, სლავა უკრაინი, გეროям სლავა. ჩვენ უნდა ვთქვათ დღეს, რომ ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, გმირ უკრაინას, გმირ უკრაინელ ხალხს. ვულოცავ მე და ვულოცავთ ჩვენ დამოუკიდებლობას. С днём незалежности ამას ვამბობთ, ესაა სათქმელი და ამ მილოცვაში გასაკვირველია, გასახსენებელია როგორ მოიპოვა უკრაინამ დამოუკიდებლობა შორეულ 1991 წელს. მე არაერთხელ მithქვამს, არაერთხელ მომიყოლია ეს ამბავი და ახლაც მოკლედ გიამბობთ, უკრაინის დამოუკიდებლობა საბჭოთა სულს რომ ღაფავდა, აი საშინელი იმპერია რომ იყო 85 წელს პერესტროიკა რომ დაიწყო, მაგრამ ამის მიუხედავად საბჭოთა კავშირი იყო და საბჭოთა იმპერია იყო და სულს ღაფავდა პერესტროიკა გლასნას დიდ რაღაც სისულელეები, ის იმპერია ხომ ეწინააღმდეგებოდა გორბაჩოვის იმპერიაც კი და გაგიკვირდებათ და უკრაინის დამოუკიდებლობას ისევე როგორც ჩვენს დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირის დაშლას, როგორც ბალტიის სახელმწიფოების გასვლას არ გულისხმობ, 12 რესპუბლიკის კავშირის დაშლას ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმ ხანად, ვინც იყო ჯორჯ ბუში უფროსიც, რომელმაც 24 აგვისტომდე, აი დღეს 24 აგვისტოა და 91 წლის 24 აგვისტომდე ცოტა ხნით ადრე, 1 აგვისტოს დასაწყისში ის კიევში იმყოფებოდა, უკრაინის რადაში გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ უკრაინას არ უნდა ევლო, არ უნდა ეარა, უკრაინა არ უნდა დასდგომოდა და ზუსტად არ მახსოვს კი არა, მე მგონი ზუსტად მახსოვს სეპარაციის გზას, სხვების მსგავსადო. უთუოდ გულისხმობდა პრეზიდენტი ბუში, ჯორჯ ბუში უფროსი საქართველოს, იმიტომ რომ იმ ხანად, ანუ 1 აგვისტოს უკვე მომხდარი იყო ის ინციდენტი, ის გადაძახილი ბუშსა და გამსახურდიას შორის ცნობილი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებით გავრცელებული, რომ მდინარის წინააღმდეგ, მდინარის დინების წინააღმდეგ იულითო როცა შემოთვალეს შეერთებული შტატებიდან და გამსახურდიამ კი შეუთვალა, რომ მდინარეს მხოლოდ მკვდარი თევზები მიუყვებიან. მოკლედ, უკრაინას და საქართველოს და ყველა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაცია სთავაზობდნენ, პერესტროიკისათვის მხარდაჭერას სთავაზობდნენ. ბუშის უფროსი იყო, უფროსი კი არა, ძმაკაცი იყო გორბაჩოვი, უფროსიც მეთქი, ესეც შემიძლია თქვა, ძმაკაცი იყო გორბაჩოვი, გორბაჩოვის პოლიტიკისათვის მხარდაჭერას სთავაზობდა ბუში უკრაინასაც და ყველას. და უკვე მოგვიანებით ბუშის ამ სიტყვას დაერქვა the chicken Kiev speech. ოღონდ და მიხვდებით რატომაც, ოღონდ უკრაინელებმა ჯიუტმა უკრაინელებმა და კარგმა უკრაინელებმა და სწორმა უკრაინელებმა ბუშს არ დაუჯერეს. და 24 აგვისტოს, აი გეკაჩეპე რომ მოხდა, მას შემდეგ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. Государственный комитет чрезвычайного положения, ეს გეკაჩეპე ხო აბრევიატურაა, ხო? რომ მოხდა ეს პუტჩი რუსეთში, მაგრამ შეუმდგარი პუტჩი. ამის შემდეგ უკრაინელებმა 24-ში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებლობას აკითხარით არც არავინ ცნობდა, არც არავინ აღიარებდა და ყველა ეწინააღმდეგებოდა და ეს შესანიშნავად იცოდნენ. ამის შემდეგ იყო უკრაინის დიასპორის, მაშინაც დიდი დიასპორა ყავდათ მათ დასავლეთში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. უკრაინის დიასპორის წერილები დაბომბეს წერილებით უკრაინელებმა თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი. წერილზე მიდიოდა თეთრ სახლში. ყველა რასაკვირველია, ბუშთან არ ხვდებოდა, ყველა კი არა, ცოტაც არ ხვდებოდა. აღიარების თხოვნით, უკრაინა აღიარეთ, უკრაინა მოთხოვნა იყო, აღიარება იყო, აღიარების მოთხოვნა იყო. ერთ-ერთმა თუ რამდენიმე წერილმა შეაღწია ოვალურ კაბინეტამდე და სადღაც 17 თუ 18, ასანე 2 თვიანი, 3 თვიანი დაბომბვა, 17 თუ 18 ნოემბრის 17-ში თუ 18-ში ბუშმა მიიღო ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილება.
მან თქვა, რომ აი ხა დეკემბრის დასაწყისში ხო რეფერენდუმი გაქვთო. რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე, დამოუკიდებლობის შესახებ ჩვენთან რეფერენდუმი ჩატარდა 31 მარტს და მერე გამოაცხადეს ჩვენ დამოუკიდებლობა, ხოლო უკრაინაში არის პირიქით 24 აგვისტოს გამოაცხადეს და დეკემბრის დასაწყისში ატარებენ რეფერენდუმს. და თუ იმ პირობით თუ უკრაინა რეფერენდუმს ჩაატარებდა მთელ ტერიტორიაზე და სრულ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის იდეა გაიმარჯვებდა, ხარს დაუჭერდა ყველა. ხო, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები სცნობდა აღიარებდა უკრაინის დამოუკიდებლობას. ჩატარდა მართლაც დეკემბრის დასაწყისში, არ მინდა შემეშალოს 2-ში ან 3-ში და მთელ ტერიტორიაზე და მთელ ტერიტორიაზე ყირიმის ჩათვლით, დონბასის ჩათვლით, რუსულენოვანი რეგიონების ჩათვლით. აი, სუსტად ისე როგორც საქართველოში ჩატარდა 91 წლის მარტის 31-ში რეფერენდუმი და აფხაზეთში ჩატარდა და აფხაზურმა საზოგადოებამაც დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, იქაც ყირიმსა თუ დონბასში, დონეცკში, ლუჰანსკში შედარებით რუსულენოვან რეგიონებში უკრაინისა მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებლობას. მათ შორის დღეს ოკუპირებულ ყირიმში მერქი აკითხარით, დონბასში, ხარკოვში მნიშვნელოვანია ეს. უკრაინელებმა და სხვა ეროვნების ხალხებმა მხარი უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირეს, ხო? ამის შემდეგ დაიწყო მთელი აღმართები უკრაინისათვის, მაგრამ ვიდრე ამ აღმართებზე მოგახსენეთ, მანამდე გეტყვით, რომ ბუშმა საკუთარი სიტყვა შეასრულა. თუ ჩვენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვაღიარა 1991 წლის 25 დეკემბერს ჩვენი დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირი დაშლილია რამდენიმე დღის. უკრაინელთა დამოუკიდებლობა აღიარა იანვრის 3-ში თუ 4-ში, 92 წლის. აი ჩვენთან რო გაგანია ომია და აღარ დავასახელებ ხა, ესე არ დავწრილბანდელი მნიშვნელობას აგრეთვე საუბრობთ ხო უკრაინის დამოუკიდებლობაზე და მათ შორის დღევანდელი ბანდა ხელისუფლების ტიპები, რომ ისვრიან კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, აი იმ დროს, იმ პერიოდში უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა შეერთებულმა შტატებმა. მერე აკითხავთ, რომ დაიწყო აღმართები მეთქი 94 წელი. ბუდაპეშტი, უსაფრთხოების მემორანდუმი. აი ეს ბუდაპეშტი, რომლის უნგრეთის ლიდერი დღეს ითხოვს, რომ სწორედ ჩემთან უნდა შეხვდნენ ვლადიმერ პუტინი, გიჟი პრეზიდენტი და ვოლოდიმერ ზელენსკიო. და განიხილება ბუდაპეშტი შეხვედრის ადგილად. მაგრამ უკრაინა ალბათ ამას არ დათანხმდება, არ უნდა ცუდი მოგონებები აქვს ბუდაპეშტიდან მეთქი ასე ვიტყვი. მოკლედ ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინას უნდა დაეთმო მის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული იარაღი რუსეთის სასარგებლოდ დასაკვირველი, იმიტომ რუსეთმა ხო გამოაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ერთადერთი სამართალმემკვიდრე მე ვარო და რა არ დაითხრია. ხო? და უკრაინამ დათმო კიდეც. ოღონდ ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 94-ში უკვე ეს უკვე კლინტონის არ მინდა შემეშალოს 99-დან 93-მდე იყო, ესე იგი ბუში და 93-ის შემდეგ 94-ში იყო კლინტონი. ამერიკიდან და თვით ელცინის რუსეთისგანაც კი მიიღო გარანტია უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისა. რასაკვირველი იყო ამას მოხვა ყირიმის რუსული ფლოტის ამბავი, ვერ გადიოდა ვერსა და ვერც გავიდოდა ყირიმის რუსული ფლოტი, ყირიმში დისლოცირებული რუსული ფლოტი და შესაბამისად რამდენიმე ათეული წლით დაეთმო ყირიმის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს ფლოტისათვის. დაეთმო. ელცინის და თვით პუტინის აღიარებებიც იყო ამას მოხვა. ელცინი ხო აღიარებდა, მაგრამ პუტინიც აღიარებდა პრეზიდენტობის პირობებშიც კი, რომ ყირიმს არასოდეს მიიტაცებდა რუსეთი კრიმ, это территория Украины, ამას ამბობდა პუტინი. იყო კრავჩუკის, ძალიან კარგი კრავჩუკის, ძალიან კარგი აღარ არის ცოცხალი. პირველი ლიდერი უკრაინისა, მასზე ცუდი კუჩმას პერიოდი. თუმცა კუჩმა, ასაკში შესული კაცი, დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინისთვის. ძალიან მნიშვნელოვან, ბევრმა არ იცის, ოდესმე საჯაროდ ამაზე უკრაინელებიც იმედია ილაპარაკებენ.
და კუჩმას პერიოდს მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია, რომელიც შედგა, განა არ შედგა, მაგრამ ის მაინც ვიტყვი ასე დამარცხდა, მე ვიცნობ პრეზიდენტ იუშენკოს. პირადად კარგი კაცია პრეზიდენტი იუშენკო, მანამდე მოწამლული რუსების მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, გახსოვთ ხო ესე დაფოთლილი სახე, ხო? მისი რუსებმა მოწამლეს. ნარინჯისფერი რევოლუცია, მაგრამ ის ერთის მხრივ შედგა, როგორ არ შედგა, მაგრამ მისი იდეალები, მისი იდეები დამარცხდა, მეთქი ასე ვიტყვი, მათ შორის, იმიტომ რომ ესეთი აი კვეთრი კაცი არ იყო იუშენკო, ეს ის იუშენკო, რომელიც 2008-ში ჩამოდის ჩვენთან და სხვებთან ერთად დგას რუსთაველის გამზირზე. დავაფასოთ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს მაშინ და მხარს გვიჭერენ ახლა და მხარს გვიჭერდნენ წარსულში და მხარს დაგვიჭერენ მომავალში, ხო? აი მაკეინი მაგალითად როგორ არ უნდა დააფასო. იუშენკოს დასაფასებელი კაცია, მაგრამ რბილი კაცი იყო როგორც პრეზიდენტი იუშენკო, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ახანდახან ხდება ხოლმე მისი ვიდეოები, ხა რაღაცა ღონისძიება გამართა უკრაინაში, კიევში რამდენიმე დღის წინ და დამარცხდა უკრაინის იდეალები. და რატო დამარცხდა იცით? რუსეთმა აიღო რევანში და ხელისუფლებაში მოიყვანა მისი კაცი იანუკოვიჩი. აი მოდი ასე ვიტყვი, უკრაინულ გვარიანი ბიძინა. ასე აი მაყურებლისთვის, ვისაც არ ახსოვს, ან ახალგაზრდებისათვის, ვისაც არ ახსოვს, მაგალითად 2013-14 წლები. უკრაინულ გვარიანი რუსი არსებითად, რომელსაც უნდოდა უკრაინის ჩახუტება რუსეთთან. რომელმაც ევროასოციაციაზე თქვენ საკუთარი ნებით არა აიძულეს, მაგრამ საკუთარი ძალა არ აღმოაჩნდა, ნება არ აღმოაჩნდა ნოემბერში 2013 წლისა და რუსეთმა უთხრა რომ არავითარ შემთხვევაში არ მოაწერო ხელიო და არც მოაწერა და ხელი და ამიტომაც დაიწყო ამბები უკრაინაში ნოემბერში 2013 წელს გაგრძელდა თებერვალამდე. თებერვალი ესე თვეა უკრაინისათვის, ძიმე 2022 წელსაც დადასტურდა ეს ყველაფერი, ძიმე და მეორე მხრივ წარმატებული თვეა, იმიტომ რომ 2000 ესე იგი 14-ის თებერვალში იანუკოვიჩი გააკეთეს. არა, მაგრამ მანამდე კი იანუკოვიჩმა ისროლა და გრუშევსკიზე, მაიდანზე და ასე შემდეგ და გასაგდები იყო, აბა, არა, ესენი რომ აიგდებენ ამ ღირსების რევოლუციას, ეს იყო უკრაინის ფორმა ქმნადობის, ესენი რომ იგდებენ, ეს ქართველი რუსები, ივანიშვილის სტები და ბიზინისტები და თქვა ამბობენ რომ იცი რა არის, აი, ცუდი იყო ღირსების რევოლუცია იყო უკრაინის ფორმა ქმნადობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ისევე როგორც ალბათ ნარინჯისფერი რევოლუციას, რომელიც ვერ შედგა, ვერ გაიმარჯვა იმ რევოლუციამ. მოკლედ 2014-ში ისროლა და გაგდებისთვისაც უკრაინას მისი გაგდებისთვის დასჭირდა ღირსების 2014 წლის თებერვლის ღირსების რევოლუცია. რის შედეგსაც აი დედასაიმასქნებელი ქვეყანა რო არის რუსეთი, ხო? აი ამ 2014 წლის მისი კაცის გაგდებას იანუკოვიჩისა დღემდე ვერ იტანს, დღემდე ვერ გადაუხლაპავს. მანამდე იყო რუსეთის მიერ აკრძალვა ევროასოცირების ხელშეკრულებისა, მეთქი ეს გითხარით, აი აკაურმა ღარიბაშვილმაც კი კობახიძემდე რო რუსი იყო იმან მოაწერა ხელი და იანუკოვიჩმა ვერ გაბედა. ვერ იყო გამოსვლები, არჩევნების მოთხოვნა და ასე შემდეგ და ბევრი რამე და იყო ცდელობა კიდევ ერთი რომ ფორმა ქმნილიყო ანტირუსულ ქვეყანად ჩამოყალიბებულიყო უკრაინა, ანუ ასეთი იდენტობა, სწორი იდენტობა შეეძინა. მარტის თვეში იმპერიამ კიდევ ერთი რევანში აიღო. ყირიმი დაიპყრო, პუტინმა თქვა ეს სიტყვები კრიმ ვაზვრაშაეცა ვრადნუიუ გავან, ანუ ყირიმი საკუთარ წიაღს უბრუნდებაო, ჩვენს წიაღსო. ეს თქვა ამ მოკლე კაცმა. მოკლე ტვინა ის საბოლოო ჯამში გასაკვირველია და სხვებმა ისეც კი თქვეს რომ სნაჩალა კრიმ გარითმეს. ა პატომ რიმო, ანუ მესამე რომობაზე რომ აქვს პრეტენზია იმ რუსეთმა, პირველ რომსაც კი დავიპყრობ, ადრე იქნება თუ გვიანო. ეს 2014 წელია, იცით თქვენ. 2022 წლიდან რაც დაიწყო უკრაინაში, ამას აღარ გიამბობთ, აღარ მოყვები, უბრალოდ იმიტომ რომ ყველა მიცის. და ახლა მე რო დავიწყო საუბარი 2022 წლიდან 25 წლის აგვისტომდე მიმდინარე პროცესებზე, 3 წელიწად ნახევარი არ დამჭირდება, მაგრამ
ავიცი 3 საათნახევარი დამჭირდება ნაღდად. მოკლედ დიდება უკრაინას, დიდება გმირებს, ოღონდ ახლა მე უკრაინელთა არა 11 თავდაპირველად 11 ვიფიქრე, მე 12 გადავაკეთე, ხო? გმირობა უნდა გაგახსენოთ, ხო? გავაკეთე სია ჰეროიკული ამბებისა, უკრაინის ჰეროიკული ამბებისა ბოლო 3 წელიწადნახევარისა. ყველა ამბავს მე უნდა მოვაყოლო ერთგვარი ჰეროიკული თუ პატრიოტული შეძახილი ფრაზა. ხო? და ეს ფრაზებიც გაგვიადვილებს, გავიხსენოთ რა მოხდა ამა თუ იმ პერიოდში უკრაინაში. გაგვახსენებს არა ერთ ამბავს, მაგალითად, პირველი ამბავი, ეს არის კუნძულ ზმეინის ამბავი. თებერვალია 2022 წელი უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსულ კრეისერს უპასუხეს რუსკი ვაენნი კორაბლ იდი на იმ ბოლო 300-იან სიტყვას ქართულადაც და რუსულადაც არ ვიტყვი მხოლოდ იმიტომ რომ ემანდ ქართული ოცნების ვინმე ტიპი არ აღმოჩნდეს აქ არიან რასაკვირველია ტროლების და ბოტებით ჩასაფრებულნი და არ მიჩივლოს YouTube-ზე და YouTube-მა და დამბლოკოს არავითარი სურვილი არ მაქვს ჩასაფრებულნი არიან აქ იგითხარით ამიტომ იმ ბოლოს 300-იან სიტყვას არ ვიტყვი და იმას კი ვიტყვი რომ ამის გამო შეძახილი უნდა იყოს ასეთი უკრაინელები არასოდეს ნებდებიან ეს არის თვალსაჩინოება რომ არ ნებდებიან რამდენიც იყვნენ აი რუსული გემიც კი გაუშვეს იმ 300-ზე მეორე კიევის მოჩვენება აჩრდილი მოჩვენება ლეგენდარული ფრინავის ამბავია რომელმაც ომის პირველ დღეებში დადასტურებულად 8 და დაუდასტურებლად 12 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო სათქმელია რასაკვირველია გმირები ცაშიც კი სადაც უპირატესობა ჰქონდა რუსეთს იცავენ უკრაინას იცავენ თავისუფლებას მესამე ამბავი არის კრეისერ მოსკვას ჩაძირვა აპრილია 2022 წელს უკრაინელმა რაკეტებმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმხანად შედარებით ცოტა საწარმოებდა ახლა 40%-ს მაინც საჭიროების აწარმოებს უკრაინას საკუთარი არ აქვს მოკლედ უკრაინულმა რაკეტებმა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი მოსკვა ჩაძირეს აი წარმოიდგინეთ მოსკვა ყველაზე დიდი გემი შავ ზღვაში სათქმელია თუ ასეთ შეძახილით უნდა მივესალმ ამ ამბავს იმპერიის ფლაგმანი ჩაიზირა ანუ უკრაინა ზღვაშიც დგას უკრაინა ზღვაში ძლიერია ამას რო გაიხსენებ ამ ყველაფერს წარმოუდგენელი არ გაგახსენეს მარიუპოლის ამბავი აზოვსტალის დაცვა წარმოიდგინეთ რამდენი ხანი იყვნენ ისინი ალყაში მე შედარებით მარტივად გიხსნით ხო ჩემს მეორე ტელეფონში სადაც აგდია იქ ინახება მე შედახულება დღეს სხვაშვის რაღაც სხვა რამეს ვეძებდი და აზოვსტალის ბიჭების აი რო გამოხყავთ ბიჭების ფოტოები მაქვს შენახული და არც არასოდეს არ წავშნი აი სულ რო გადმოიტვირთოს ხო ინტერნეტში ხო არის იქ ნახავს საბოლოო ჯამში ხო მაგრამ აი ეს იყო უზარმაზარი ამბავი ამან უზარმაზარი სულის კვეთება მისცა უკრაინას ვინ არის კიევიდანაც ეხვეწებოდნენ გამოდითო არ გადიოდ აზოვსტალი არის სიმბოლო დაუმორჩილებლობისა და უმორჩილებლობა არის თავარი ან ერთ-ერთი ფუნდამენტი უკრაინის დღევანდელი და მით უფრო სამომავლო გამარჯვებისა ბუჩა და ირპინი მოსახლეობის დაუმორჩილებლობა ადგილობრივები ოკუპაციის დროსაც უკრაინულ არმიას ეხმარებოდნენ აქ ერთხელ თქვი თუ არ ვწდები კონტექსტში რომ ირპენში მოხდა ეს ამბავი ღვეზელები ეს ნამდვილი ისტორიაა და ესეთი რამდენი ისტორიაა ხო წარმოგიდგენიათ ღვეზელები ჩაუცხო ბაბუშკამ ასაკიანმა ქალმა რუს ოკუპანტებს თითოეული ღვეზელი იყო მოწამლული ამ სამთავრობო არხებმა დაიწყეს სიცილი რა სისულელებს ლაპარაკობსო მე სისულელებს ლაპარაკობ მაგრამ თქვენ დაგუგლეთ თქვენივე რუსული საიტები იქაც კი წერია სათქმელი რა არის ხალხი იმარჯვებს იმპერიაზე ხალხს აქვს ყველაზე დიდი ძალა იხსენებ ბუჩისა და ირპენის ამბავს და ხერსონის მშვიდობიანი წინააღმდეგობა ვის გახსოვთ ხალხო ხო გახსოვთ არც თუ დიდი ხნის წინ იყო რუსულ ოკუპაციას ქუჩაში რო დაუპირისპირდნენ უკრაინის დროშებით მშვიდობიანი მოქალაქეები საოცარი კადრები ვნახეთ ხერსონი ყოველთვის იყო და იქნება უკრაინა ანტონოვის აეროპორტის ბრძოლა ჰოსტომელში თუ გახსოვთ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დესანტი გადმოსხეს რუსებმა არ მისცემს ამ დესანტს შესაძლებლობა სწრაფად დაეკავებინათ კიევი რომ დგას ეს არის იმ გმირობის ამბავი და კიევი რომ დგას იმიტომ დგას თბილისი აღარ იქნებოდა ანუ საქართველოს სახელმწიფო აღარ იქნებოდა თორე რუსები ივლიდე და საკვირველია
აბანო თუბანში აბა რას იზავდნენ სათქმელი რა არის კიევისაკენ მიმავალი გზა ჩახერგეს გმირებ უკრაინელმა გმირებმა გადაკეტეს ხარკოვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია რუსებისთვის ხარკოვის წინააღმდეგობა ქალაქმა არ დაიჭოკა ქალაქის გმირობამ შეაჩერა რუსები სათქმელია ხარკოვი რუსებს რომ თავისი ეგონათ ის ხარკოვი რუსეთს დღემდე არ ემორჩილება რუსები იბრძვიან რუსების წინააღმდეგ ეროვნებით რუსები უკრაინელი რუსები იბრძვიან რუსების წინააღმდეგ ხერსონის განთავისუფლება ერთხელ ვახსენე და მეორეჯერ უნდა ვახსენო ნოემბერი 2022 წელის არ მე და შემეშალოს უკრაინამ გაანთავისუფლა პირველი დიდი ქალაქი ოკუპაციისაგან ამის შემდეგ გადაფსიხებულნი არიან რუსები ცდილობენ რომ აიღონ ვერ ახერხებენ ცდილობენ რომ აიღონ ვერ ახერხებენ ხერსონი არ ნებდება უბრალოდ ბახმუტის მეათე ამბავია ეს ბახმუტის ბრძოლა 2022-23 წელი ვიღვიძებდით და ვიძინებდით რა მოხდა ბახმუტში დღეს რა ხდება ბახმუტში პატარაა ეს ბახმუტი იყო თვეების განმავლობაში უკრაინელებმა შეაკავეს მოწინააღმდეგის უზარმაზარი ძალა რამდენი ადამიანი ჩაეხოცა პუტინს ბახმუტში რამდენი ოკუპანტი ღმერთმა უწყის თავადაც ვერ ითვლიან სათქმელია ბახმუტი არის სიმტკიცის თვალსაჩინოება სიმბოლო ცოცხალი სიმბოლო მე-11 ამბავია ეს არის მაციევსკი გახსოვთ ალექსანდრ მაციევსკი გმირული სიკვდილი ამ კაცისა 2023 წელია ტყვე როგორ არ გინახავთ დახვრეტის წინ რო გაიყვანენ დასახვრეტად სიგარეტს მოუკიდებს ეხლა რომ მე რომ მქონდეს სიგარეტი მოუკიდებდი და უცებ წარმოთქვავს სიტყვებს ხო ყველას გონია რომ ის სიტყვის რომ აპატიეთობი ყველას არა რუსებს გონიათ და ის ამბობს მაციევსკი სლავა უკრაინე სათქმელი რა არის უკრაინა იცოცხლებს მანამ სანამ მისი გმირები ასე ყდებიან სანამ მისი საქართველო იცოცხლებს მანამ სანამ მისი გმირები ყდებიან ისე როგორც დაიღუპა ანწუხელიძე მე-12 ამბავიც დასაკვირველია სათქმელია ეს არის არც თუ დიდი ხნის წინ აი 3 თვის წინ უკრაინელების საოცარი ოპერაცია რუსეთის სიღრმეში რუსული ბირთვული ტრიადის ბომბდამშენები მათ 32-34% მათ ჰაერში ასწიეს 6 თვე კი არა 12 თვე კი არა 18 თვე ამზადებდნენ ამ ოპერაციას 18 თვე უვნებლად გამოიყვანეს უკლებლი ყველა ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში გაოცებული არიან ამერიკელებიც კი ეს როგორ მოახერხეთო როგორ არ უნდა მიულოცო ამ ქვეყანას ხო ახლა მთავარი მე სათქმელი მაქვს ამგვარი მე უკრაინულად ამას ვერ ვიყი თუმცა ვიდეო ბლოგის ბოლოს მე ვეცდები რომ წარმოთქვა რამდენიმე წინააღმდება უკრაინულად არ გამომივა ალბათ და არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მინდა რომ უკრაინულადაც თქვა მაგრამ ახლა ქართულად ეს თქვენი ბრძოლაა ეს არის თქვენი გმირობა მაგრამ ეს არის ჩვენი ბრძოლაც ხალხო ეს უნდა გავიგოთ ეს არის მათი ბრძოლა მაგრამ ეს არის ჩვენი ბრძოლაც ჩვენ ქართველები და არა ქართულგვარიანი რუსები ვართ უკრაინის გვერდით და ვამბობთ სიკვდილი მტრებს დიდება უკრაინას ამას ვამბობთ რატომ იცით იმიტომ რომ ერთმანეთი გავამხნევოთ და უკრაინელებიც გავამხნევოთ და უკრაინელებს უთხრათ რომ ჩვენ ესეთები ვართ ნამდვილი საქართველო ეს არის ჩვენზე მეტად ვინც ახლა აქა ვართ თბილისში ან სხვა ქალაქებში მადლობა სათქმელების არიან ერთის მხრივ და უკრაინელებს ამხნევებენ და უკრაინელებთან ერთად მხარდამხარ არიან და უკრაინელებთან ერთად უკრაინისათვის და საქართველოსთვის იბრძვიან ჩვენი მეომრები ხა 3000 კაც კი არა 3 კაც ვერ დაასახელებს კაცი ბევრი ხა მე დავასახელებ 4-5 კაც ხო 4-5 მეომარს რომელსაც ვიცნობ შორიდან ვიცნობ კარგად კი არა მისაუბრია და დარწმუნებული ვარ იმედი მაქვს დარწმუნებული როცა ჩამოვლენ ისინი ახლოსაც გავიცნობ მაგალითად მამუკა მამულაშვილს შეუძლებელია რომ არ მიესალმო ამ ახალგაზრდა კაცს მადლობა უნდა გადაუხადო მადლობას გიხდი მამუკა აი შენ იცავ საქართველოს და ღირსებას იცავ ამ ქვეყნისა ძალიან დიდი მადლობა მართლა გულიანი მადლობა მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ არჩილ ხოფერიას გუშინაც ვესაუბრე კიდევ უფრო დიდი მამუკა არ მიწყეს და არავინ არ მიწყეს კიდევ უფრო დიდი მადლობა უნდა გადაუხადო
ყველას ერთმანეთზე მეტ მადლობას ვუხდი უფრო ზუსტი რომ ვიყო მე არჩილ ხოფერიას ვისაც უყვარს გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი ჩემში გულში და ერთგან დავწერე კიდეც თუ ავწდები შევარქვი დოჩანაშვილის სამოსელი პირველის გმირი კანონდოსელი მოხუცი სანტოსი ხოდა არჩილ ხოფერიას უნდა გადავუხადოთ მადლობა ყველამ უნდა გადავუხადოთ მადლობა მთელი მისი ცხოვრებისთვის მთელი მისი ოჯახისთვის და ოჯახის განვლილი გზისათვის ირაკლი ქურასბედიანს მინდა მივმართო აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა მივულოცავ კიდევ ერთხელ იქ კედელზეც მივულოცე აღმოჩნდა ირაკლი რომ ჩვენ გვყავს ისეთმა ადამიანებმა მოგილოცეს კედელზე შარშან არ მიმიქცევია ყურადღება და წელს მივაქციე ყურადღება რომლებიც ჩემი ზმაკაცები არიან ასე ვიტყვი და რამდენი სახლობელი ყოლია ჩვენ და მადლობელი ვარ იმ ჩვენი საერთო მეგობრებისაც და შენი მადლობელიც ვარ და მეომარო მოგესალმები და ჩვენ შევხვდებით აუცილებლად შევხვდებით აბარა იგივე უნდა უთხრა გიორგი ქუფარაშვილს ჩვენ არ დავასახელებ არც საერთო ჩვენს მეგობრებს ჩემი და გიორგის საერთო მეგობრებს იმდენი საერთო მეგობარი გვყავს თურმე რომ აი მათთან ერთად ჩვენ უკვე ყველაფერი დამთავრდება გიორგი ხო ბევრი კარგი დღის გატარება მოგვიწევს ერთმანეთისთვის სალმის თქმა გამარჯვება ისურვებია შენთვის გმირი კაცი ხარ და აი ავიცი მთელი გული და სული ყველას სასაკვირველია ბიჭებო ყველას საერთოდ აი 3-4 კაცი იბრძვით ახლა საქართველოსთვის ნაღდი ქართველები ხართ თქვენ და მადლობა თქვენ და ასევე მადლობა უკრაინას სლავა უკრაინი ეხლა უკვე უკრაინულად ვიწყებ ჰეროям слава Витаю вас из Днем Незалежности Украины. Я журналист Ираклий Таблиашвили. Насмелился сказать від имени грузинского народу, скажу наш народ, геройский грузинский народ с вами, дорогие украинцы. არ გამომდის დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ძალიან თან ნერვიულობ. ლახტილად გეტყვით. ციუ აი ვერ ვიმახრე თავი მახსოვე ხო? Слава Украине, дякую ეს კიდე ვიმახსოვე. За нашу и вашу незалежность. როგორ კარგად წარვთქო. Смерть, აი ეს გამახსოვს. Смерть ворохам. Слава незалежной Украине. Слава героям Украины. აი ეს იყო ჩემი სათქმელი. მე ამას ვამბობ სასაკვირველია ჩემი სახელითაც და რასაკვირველია ვამბობ კადნიერდები და ვამბობ ქართველების სახელითაც. აუფლება მაქვს ერთის ხრივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ პათოსში, ამ ემოციაში, ამ სიტყვებში მიერთება ბევრი თქვენგანი. დღეს 24 აგვისტოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. უკრაინას მიულოცოთ და ჩვენ კი ვისურვოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რაც საწინდარი ან ერთგვარი საწინდარი იქნება. ჩვენი ბრძოლები გვაქვს რასაკვირველია, მაგრამ ერთგვარი საწინდარი იქნება, რომ ჩვენც მივახციოთ გამარჯვებას ამ ბოროტების იმპერიაზე, რომლის მსახურებიც სამწუხაროდ არიან ქართულგვარიანი რუსები, რომელთა ხსენებაც მე არც მინდა გულახდილად გეტყვი, ესე პერსონალურად არ ვახსენებ არც აწუკე ყოფილ სუსის უფროს, რომელიც ხვალვილაპარაკოთ ამ თემაზე, ან რატო გაანთავისუფლეს, ან რატო გამოანთავისუფლეს, რა მნიშვნელობა აქვს. 24 აგვისტოა, слава Украине, героям слава.